თედო საყოყია გახდათ სრულიად გამორჩეული ადამიანი. იგი ძალიან მრავალმხრივი პიროვნება იყო პედაგოგი, ეთნოლოგი, ფოლკლორისტი, გამომცემელი და მეცნიერი ამ სიტყვის ფართო გაგებით. მისი შემოქმედების ძირითადი სფერო იყო ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა და ლექსიკა. ფლობდა მეგრულ, ჭანურ და აფხაზურ ლექსიკას. თედოს ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა ჰქონდა გავლილი. დაიბადა მღვდლის ოჯახში, ყმაწვილკაცობის პირველი წლები გაატარა სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამის შემდეგ იყო თბილისის სასულიერო სემინარია და ეს პერიოდი თედოს სემინარიაში, სასულიერო სემინარიაში სწავლების პერიოდი ემთხვევა დეკანოს პავლე ჩუდეცკის რექტორობის პერიოდს. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე სიტუაცია სუფევდა სემინარიაში ამ პერიოდში. რაც თედოსნაირია ესე ბუბუქარი და ესეთი წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანის ბუნებისთვის ცოტა მიუღებელი იყო. და სხვათა შორის იგი შემდეგ მოგონებებში იხსენებდა, რომ აი ცხოვრების წლებშიო სემინარიაში ცხოვრების კედლებმა ხელი ამაღებინა ყველაფერი იმაზე, რაც მწამდა და ჩემთვის ჭეშმარიტება იყო. ამ პერიოდშივე თქვა სხვათა შორის თედომ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ ეს მისი ცხოვრებისთვის და მისი ბუნებისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი იყო იქ გამეფებული რეჟიმი და ესე ამ პერიოდში თქვა თედომ უარი მშობლების სანუკვაროცნებაზე, რომ გამხდარიყო სასულიერო პირი. და აი ზუსტად იგონებდა მერე, რომ ჩემთვის რაც ძვირფასი იყო, აი ყველაფერზე ხელი ამაღებინა სასულიერო სემინარიის კედლებში ცხოვრებამ. თედო ძალიან ბევრს მოგზაურობდა საერთოდ, იგი მოვლილი ჰქონდა ევროპის და აზიის ბევრი ქვეყანა, ძალიან ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და აი ამ მოგზაურობებზე მან დიდი ნაშრომი გააკეთა კიდეც, მოგზაურობანი ასე ერქვა ნაშრომს. მუშაობის პერიოდში ამ ნაშრომიდან ესე ნაწილ რაღაცეები იმ პერიოდის ჟურნალ გაზეთებში ქვეყნდებოდა კიდეც, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ მოხდა ამის მოგზაურობანის წიგნად შეკრა და თედოს სიცოცხლეშივე იქნა გამოცემული ერთიან წიგნად. ერთი პერიოდი თედო მუშაობდა, გააგზავნეს მასწავლებლად შიდა ქართლის სოფელ ტირძნიშში. და აი აქ მასწავლებლობის პერიოდში სხვადასხვა ნიკოლო მოურის გაქეზებით დაიწყო თედომ მუშაობა ხალხში გაბნეული საუნჯის, აი ქართული მხატვრული სიტყვათქმების შეგროვებაზე ლექსიკონისთვის. და ამ იხსენებს მერე მოგონებებში წერდა, რომ პირველ ნაბიჯებს აი ამ ლექსიკონზე მუშაობის ესე იხსენებდა თვითონ, რომ ქართლში რო ჩავედიო მასწავლებლად სამუშაოთო, მეგონაო, რომ ქართული ენა კარგად ვიცოდიო, მაგრამ ქართლში ცხოვრება და ამ ხალხის მეტყველებამ დაამანახა, რომ დიდი ვერაფერიშვილი ვერ ვიყავიო და დიდი შრომა მჭირდებოდა, რომ ეს ენა საფუძვლიანად შემესწავლაო. თედო სახოკია ქართულ ენაზე, წარმოიდგინეთ. ბატონი თედოსნაირი ხალხი, ბატონი თედოსნაირი მოღვაწეები ძალიან ცოტა ავშვენ, რომელიც ხალხური კულტურა ფეხზე დააყენეს. ეს არის სამაგალითო საქმე ბატონი თედოსი. პაპა თედოს ეძახდით, შუქი ეძახდა პაპას, ჩვენ ეძახდით პაპა თედო. საერთოდ თვითონ ითხოვდა ამას, იმიტომ რომ
მიაჩნდა რომ ქართული ენა არის დამყარებული ქართლურ კახურ დიალექტებზე და ამიტომ ეს პაპას ძალიან ისე მტკიცედ ამბობდა რომ პაპა დავიძახეთ. ხშირად მოდიოდა ხოლმე, მამა უყვარდა მამა ჩემი ძალიან, მამა იყო მისი ძმისშვილი. მიხეილი ერქვა, მაგრამ მიქელს ეძახდა. და მოქონდა ყოველთვის, აი რაღაც პერიოდი იყო, რამდენიმე წიგნი გამოვიდა ზედისად. მისი და ყოველთვის მოქონდა და აწერდა ჩემს მიქელს და მე წელიწადს წერდა ძველებულ ქართულად რაღაც ასოებით. ყოველთვის უყურებდი ხოლმე და ვერ ვშიფრავდი რა იყო. ქართული ენის დიდი პატრიოტი იყო და იზიარებდა იმ თეორიას მაშინდელს, მე მგონი ახლა აღარ არის ეს თეორია ისე აქტუალური, რომ 7 წლამდე ბავშვი მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა და არავითარ შემთხვევაში სხვა ენაზე. ასე ზრდიდა შუქიას. ერთხელაც მოიყვანა შუქია ჩვენთან, მოყავდა, პირველ ხანებში მოყავდა. მე ვიყავი 3-ის, ალბათ შუქია 5-ის. 7 წლამდე არ უნდა ელაპარაკა რუსულად, მაგრამ მე მყავდა გადია რუსი და რუსულად ხშირად ლაპარაკობდი და უცებ შეგვასწრო რომ მე და შუქია ლაპარაკობთ რუსულად. ძალიან გაჯავრდა და ყველაზე უფრო გაუკვირდა ის თურმე შუქია ლაპარაკობს რუსულად, რომ საგრძალული ქონდა. და იმის მერე აღარ მოუყვანია 7 წლამდე. ეს სახლი ჩვენ საქართველოს უახლოეს ისტორიასთან არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული, იმიტომ რომ პაპა აქ 23-24 წლებში, აი 24 წლის შემდეგ ხო აჯანყება მოხდა კიდევაც და შემდეგ ეს ხალხი უმეტესობა ამ ლიდერთაგანი იყო შიომღვიმის ტყეში დახვეწილი მოგეხსენებათ და რამდენიმე იმ თავარი მოქმედი პირებისაგან ცხოვრობდნენ ჩვენთან რიგრიგობით, თვეობით ინახავდა მათ პაპა. აქ იყო კოტე ანდრონიკაშვილი, პარიტეტული მთავრობის ხელმძღვანელი, სოლომონ ზალდასტანიშვილი, იასონ ჯავახიშვილი, ერთი ცაგურია იყო, სამხედრო პირი იყო და კიდევ დავით ონიაშვილი, აი ჩვენი ცნობილი აკადემიკოსი რომ ონიაშვილი, მისი მამა და ჩვენ სახლში სხვათა შორის თარგმნიდა ფაუსტს. მერცხლებს ჰქონდათ ბუდე მაგათ აივანზე. და ყოველ წელს დათქვირებული იყო, რომ აი მოფრინდებოდნენ და პირდაპირ იმ ბუდეში მიდიოდნენ მერცხლები. და პაპა თედომ დაიჭირა ერთ-ერთი მერცხალი და ფრანგულად დააწერა ზედრო. აი პატარა ესე ფურცელზე დაწერა, რომ ეს მერცხალი არის საქართველოში ჩამოსული, აი აქა და აქ, საქართველოში, თბილისში და რაღაცა და მოფრინდება თბილ ქვეყნ რომელიღაც ქვეყანაში და თუ რომელიმე თქვენგანი ამას ნახავს ძალიან აქ თხოვთ დამიწეროთ სად გაბრნდა ჩემი მერცხალი და მე უკან მოფრინდება. და წარმოიდგინეთ საოცრება, ის მერცხალი მოფრინდა და ფეხზე ჰქონდა ისევ შემული, მაგრამ ზედ ისევე ფრანგულად ეწერა, ოღონდ ეხლა რა ძალიან მწვანეა, მაგრამ აღარ მახსოვს, რომელიღაც მე მგონი აი ეგვიპტისკენ თუ აი სადღაც სამხრეთი რომელიღაც ქვეყნიდან დაუჭერია ვეღაცამ ვინც შეენიშნა, რომ ფეხზე რაღაცა აქვს მომული, იმას დაუჭერია ეს მერცხალი და მოწერა, რომ აი ჩვენთან არის და ჩვენთან ჩამოვიდა და ის მერცხალი დავუბრუნდა. ეს ამბავი შუქიასაც აქვს, მე მგონი სადღაც აღწერილი. მაგრამ აი ეს მე მახსოვს, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით გაოცებულები, გაოგნებულები, რომ როგორ ეს მერცხალი სახში დაბრუნდა და ზედა ეს ესეთი წვრილი ის იყო. რაღაცა ქაღალდილით იყო თუ არ ვიცი რისგან იყო, იქ ეწერა წითელი ასოებით, მე მგონი, აი ეს ტექსტები. ეს იყო ერთ-ერთი თიძე ჩამოსათვლელი წმინდა კაცთაგან, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდში და აკეთებდა იმ საქმეს, რასაც აკეთებენ ჭეშმარიტი მამულიშვილები.
ის იყო საუკეთესო მთარგმნელი, საუკეთესო ეთნოგრაფი, სხვათა შორის პოლიტიკური მოღვაწეობაც ჰქონდა, რის გამოც ის არაერთხელ დასჯილა და თავარია მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ის იყო ჩემი წინაპრების, ჩემი დიდი პაპის ძალიან ახლო მეგობარი და პაპა ჩემთან იმალებოდა ბოჭორიძის ქუჩაზე, ეს ამბები მე ქალბატონი შუქია აფრიდონისგან ვიცი. პაპა ჩემს მე დიდ პაპას არ მოსწრები ვარ, 65-ში გარდაიცვალა და მე 71 წელს დავიბადე. ამიტომ ქალბატონი შუქიასგან ვიცი, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობა გაგრძელდა ბოლომდე, ჩამოდიოდა სოფელ რველში და საუბრობდნენ ანტისაბჭოთა თემაზე და ბავშვებიო ვერ მივდიოდითო, იმიტომ რომ გვეუბნებოდნენ რომ წადითო და საუბრობდნენ ამაზე. გერონტი კიკოძეც იყო იქა. და ეს რამდენიმე ადამიანს დავამტყუებთ ვართ ამ ხალხს, რომლებიც აი ასე ჩუმად ასრულებდნენ მოვალეობას, იმ მოვალეობას, რომელიც დააკისრა ღმერთმა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ეთნოგრაფი თედო სახოკია თავის მოგზაურობაში აღწერს ოზურგეთს, გურიას. ის გურიაში იმყოფებოდა 1897 წელს. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩემთვის ერთადერთი საყვარელი წიგნია მისი მოგზაურობანი და სულ ალბათ გაცვეთილი, როგორც ისტორიკოს ფურცლებით გაცვეთილი ემდენჯერ მაქვს წაკითხული და იმდენად საინტერესოა მისი ვეღტნობით მხოლოდ გურის ისტორიის შესწავლაში, პირადად მე ძალიან ვეღტნობი თედო სახოკიას. მას აღწერილი აქვს სახელწოდება თვითონ ოზურგეთი, რას წარმოადგენს, მდებარეობა და მტერიო თუ მოადგებოდა მოატანდა ოზურგეთსო, იქეთ ვეღარ აღწევდა, იმიტომ რომ ოზურგეთი იყო მთაგორიანი აღწერს ასე და გაუვალი და ყველაფერი. ქუჩებს აღწერს ყველაფერს, მოკლედ ეთნოგრაფიულ ცხოვრებას აღწერს ვაჭრობას, ძირითადად ოზურგეთი იყო სავაჭრო ქალაქი, ვაჭრობა მიმდინარეობდა, პარასკეობა იყო აქ და თვითონ აღწერს რომ გურულებს ვაჭრობა არ უყვარდა, სხვები ვაჭრობენ, თაკილობდენო, ვაჭრობას გურულები თაკილობდნენ. არ ვიცი რომელი ერთი უნდა ყველას შეეხო, მოკლედ დაწყებული ბახმაროდან და მთლიანად სოფლები აღწერილი აქვს. მაგალითად ოზურგეთის შემოქმედი, კვირიკეთი, ლიხაური, აჭი, მოკლედ ყველა სოფელი ჩამოხასიათებული აქვს. არ ვიცი, ესა მაგრამ ჩემთვის პირადად სამაგიდო წიგნია. ჰავა აქ ნესტიანია. ხშირი წვიმებიც იცის. თუ ერთი პირი მოიხსნა, სამ მერე გადაღება არ მოაგონდება. სინესტის შიშით ქვიტკირის სახლებს აქ იშვიათად აშენებენ. აკაური სახლები ფიცრისაა, კრამიტით გადახურული. ან როგორც აქ იტყვიან, ქერაბინით. ამ კრამიტს გურიაშივე, სოფელ აკეთში აკეთებენ. გურიის ერთ სოფელში გლეხი გადაეღობა გზაზე. რაკი ჩემი ქოხის წინ გაიარეთო? დამდეთ იმდენი პატივი, რომ ჩემი ღარიბი ქოხის სტუმარი გახდითო. თქვენი ხელის ნაბანი დატუეთ ჩემ სახლშია. თედოს მეუღლე გახდა სხვათა შორის გურია სამეგრელოში სრულიად გამორჩეული და ცნობილი დეკანოზის ანტონ კეკელიას ქალიშვილი. ანტონ კეკელია იყო გამორჩეული პიროვნება იმითაც, რომ მან გაილაშქრა ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ სახარება ეთარგმნათ მეგრულ ენაზე. თედო ანტონ კეკელია საშინელი წინააღმდეგი წავიდა ამაზე და თვლიდა, რომ ეს იქნებოდა და მიზანმიმართულად ეს მიმართული იყო ქართველი ერის დაშლა გადაგვარებაზე, დანაწევრებაზე ქართული ერის. სამწუხაროდ თედოს მეუღლე, რომელიც თავადაც ძალიან განსწავლული ქველმოქმედი ქალბატონი იყო და ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწის აღმზრდელი,
ადრეულ ასაკში საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა და თედოს ერთი ესეთი მოგონება აქვს ძალიან საინტერესო, რომელიც დავით სარაჯიშვილს უკავშირდება, რომ ერთხელ მეუღლე ავად გამიხდაო და რა ქვია, ფული არ მქონდა, რომ ექიმთან წამეყვანა და გადავწყვიტე, რომ დავით სარაჯიშვილს მივდგომოდი ფულის სასესხებლად. მართლაც მივედი დავითთან სახლშიო და რომ ავედიო, დავითთან სტუმრად დამხვდენო ილია, ნიკო ნიკოლაძე და თუ არ ვცდები იაკობ მასვეტაშვილი. ნარც თამაშობდნენ, სტუმრად იყვნენ დავითთან, ხო და ცოტა ხანი ვიტრიალე გავჩერდი და მომერიდა ამათი თანდასწრებით, რომ ფული მეთხოვნაო და დავემშვიდობე და გამოვბრუნდიო და რომ გამოვედი ეზოშიო დავითის ხმა მომესმაო, რომ თედო დამელოდე ერთი წამითო, კიბეები ჩამოებინაო, მოვიდა და მკითხაო, რომ თედო რამე ხომ არ გიჭირსო და არაფერი ისე შემოგიარეთო და ჯიბიდან ამოიღო 100 თუმანიო და მომცაო, რომ წაიღე შენ ეს ფული დაგჭირდებაო. გახარებულმა მადლობა, წამოვიღე ეს ფული მეორე დღეს მეუღლე ექიმთან წავიყვანე, ყველაფერი კარგად დამთავრდა ესა და რაღაცა პერიოდის მერე როცა ფული გამიჩნდა, მივბრუნდი დავით სარაჯიშვილთან, რომ ეს ფული დამებრუნებინა, რომ ვთვლიდი, რომ სესხი და ვალი იყო. მივედიო, მიუტანე ეს ფულიო და დავითმა ესე მხრებზე ხელი მომითათუნაო და ეს რა ქვია, თედო, როცა ჩემნაირი მდიდარი გახდები, აი მაშინ დამიბრუნე ეგ ფული, იმ დღეს სახეზე რომ შემოგხედეო, მივხვდი, რომ რაღაც გიჭირდა და ვერ მითხარი. აი ესეთ დიდი ადამიანები ყავდა ჩვენ ქართველებს, დიდი კაცები და აი ამ დიდ კაცებზე იდგა ქვეყანა. მისი ხატი იყო საქართველოს. აი მაგალითად, როდესაც ქრისტეფორე ციცქიშვილი დანიშნა ბერიამ კათოლიკოს პატრიარქად და მაშინ გარდაიცვალა ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილი, ეს იყო 1925-26 წელი, დაკრძალვაზე სამძიმარზე მისულა თედო და იჯდა იქ. სხვა შორის მისი არქივიც მეუღლისგან მან წამოიღო და საისტორიო სასტუმროების საზოგადოებას გადასცა. მაგრამ ამ დროს შემოსულა ახლად დანიშნული პატრიარქი და თედოს დაუვლია ტროსტისთვის ხელი და შენ აქ რა გინდაო და გადაუჭერია ეს ტროსტი და გაუგდია ეს პატრიარქი იქიდან. იყო ეგეთი კაცი რა, თავისი ემოციებით, თავისი ისეთი თვისებებით, რომელიც ჩემი აზრით არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. ძალიან კოპწია იყო. ესეთი მაღალი, ძველებური საყელო ქონდა, მაგარი. თავისი გალსტუკი ზოგჯერ ბაფთაც ქონდა, მე მგონი, ახლა კარგად ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ძალიან გამოწკეპილი იყო, ჯოხი ეჭირა, ოღონდ როგორც ტროსტი, ისე კი არა რომ თქვა ძალიან ეყრდნობოდა და დაჭდებოდა ხოლმე ხელებს დააწყობდა და ბავშვებს გველაპარაკებოდა ძალიან ალირსიანად და მახსოვს რომ ძალიან დაბალი ხმით ლაპარაკობდა ყოველთვის. და გვიმოწმებდა ხოლმე ენას, ქართულს, რაღაც შეკითხვებს დაგვისვამდა. მე გაიგო რომ ფრანგულს სწავლობდი და ძალიან გამოცოცხლდა და იმასაც ამოწმებდა და რაღაც შენიშვნებიც ჰქონდა. აი ეს მახსოვს, სულ დავიხსომე რომ თქვათ ამბობთ მადლობთ უბრალოდ არ უნდა თქვა ფრანგულად, უნდა თქვა მადლობთ ბატონო, ან მადლობთ სახელი მიაყოლოთ. ერთხელ სტალინს უკითხავს, რომ მე მასწავლებელი მყავდა, მე მგონი სოფელში ალბათ, არ ვიცი, სემინარიაში არა მგონია. და თედო სახოკია მყავდაო და ძალიან პროგრესული მასწავლებელი იყო და რო ხარიცით სად არის და როგორ არის. ნუ მაშინვე მივიდნენ და კითხეს როგორ ბრძანდებით, რამე ხო არ გჭირდა, ბინა ხო არ გინდა. მანქანა რა ვიცი 1000 იცით რა პალტო მჭირდებაო, ვერსად ვერ ვიშოვე, თუ პალტოს მოცემ ძალიან მადლობელი ვიქნებიო და დიდი დრაფის პალტო მისცეს მაშინ. აი პალტოთ იჯდა ხოლმე სულ და სხვათა შორის ხშირად ქონდა ფილტვების ანთება და ამითიც გარდაიცვალა მე. კიდევ უფრო მშვენიერდება თბილისი. სტალინის სახელობის სანაპირო. წლებში დაჭერილი იყო. მეტეხის ციხეში იჯდა და ამ დროს ჩამოვიდა ანრი ბარდიუსი, რომელიც ნათარგმნი ჰქონდა თედოს. იკითხა მე მთარგმნელი მყავს აქ და მეგობარი თედოს ახოკია და შემახვედრეთო. ნუ რასაკვირველია მაშინ გამოვიყვანეს ციხიდან
მაშინ შეახვედრეს, ნუ თედომაც რასაკვირველი არ უთხრა, რომ ციხეში იჯდა უკვე. ყველას ესმოდა რისი თქმა შეიძლება და რისი არა. საერთოდ ხო ძალიან ბევრს თარგმნიდა. მე მახსოვს ასეთი ეპიზოდი, მე 5 კლასში ვიყავი, ქალთა სკოლა იყო ჯერ და იყო დიდი მითქმა, მოთქმა, ჩურჩული, დაიწყეს კითხვა დეკამერონის. და რა არის დეკამერონი? მე გამახსენდა რომ გონი გვაქვს სახლში. მოვედი სახლში, გადავშალე და რას ვხედავ? ეს საიდუმლო წიგნი თუმე თედო სახოკის ნათარგმნია, ძალიან გამიკვირდა. და მე მგონი არ გამოცემულა იმის მერე, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია ეს მსოფლიო ლიტერატურის და კიდევაც რომ გამოსცემ, იმიტომ რომ ძალიან კარგი თარგმანია მისი. იტალიურიდან არის პირდაპირ თარგმნილი. გერონტი კიკოძე იხსენებს, რომ ერთხელ შევედიო და თედო სახოკიამ ახალი დილა იყო და ეგრევე კალენდარი მოხიაო, ის დღე ჯერ დამთავრებული არ არის. მე ვკითხეო, შეკაცო ასე მალე რატომ ჩამოხია ჯერ ეს დღე არ დამთავრებული, შენ უკვე შემდეგ დღეზე გადადიხარ და აი ემიგრანტებსო ეს გვაქვს რომ გვინდა რომ მალე გავიდეს ის დრო რომ სამშობლოში მალე დაუბრუნდეთ და უფრო მიხარია რომ უფრო მეტით ნაკლები დრო რჩება ვიდრე სამშობლოში დაუბრუნდებიო. ყოველ საღამოს 8 საათზე ჩვენ მივდიოდით პაპას მეგობრებთან. ეს მან დაუწესა თავის მეგობრებს, რომ ეს სისტემატური ყოფილიყო, რომ კვირაში ერთხელ თითო თავისი მეგობარი ენახა. და ჩვენ მქონდა განრიგი. და ისე დროს მივდიოდით 8 საათზე ზუსტად, რომ ამბობდნენ კიდევაც, რომ ამ ჩვენს მისვლაზე საათის აყენებას კი შეიძლება და ესეთი ევროპული სიზუსტით მივდიოდით. ეს იყო ორშაბათობით კალისტრატის წინსაძესთან მივდიოდით, სამშაბათობით ალექსანდრე მიქაბილიძის ოჯახში, ეს იყო ელინური მითების მთარგმნელი და ილიადაც რომ პროზაულად თარგმნა, მისი ოჯახი, ჯერ ის იყო ცოცხალი აღარ იყო, ჩვენ როცა დავდიოდით. 4 შაბათს კიდევ ერთი ექიმი იყო ევგენი შალამბერიძე, იმის ოჯახში, ის ცოცხალი იყო მაშინ. 5 შაბათობით შიარაგვისპირელის ოჯახში, პარასკევობით სოლომონ საიშვილის ოჯახში და შაბათს კიდევ ერთი კოლაყავრიშვილი იყო აგრონომი იმის ოჯახში და კვირას ვასილ ბარნოვის ოჯახში. თედო სახოკიამ იცხოვრა 88 წლამდე. იგი საკმაოდ ხრცოვანი გარდაიცვალა, მხნეობა შეინარჩუნა ბოლომდე და ბოლომდე ამ თავისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მოწესრიგებაზე და დამუშავებაზე მუშაობდა ხელაუღებლივ. და ეს თედო სახოკიასა ეს ყველაფერი, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, საარქივო მასალები, წერილები, ეპისტოლარული და ეს საარქივო მასალები ყველაფერი სხვათა შორის მისმა შვილიშვილმა ქალბატონმა შუქი აფრიდონიძემ გადასცა საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმს და დღესაც დაცულია და ინახება ამ მუზეუმში.